გამარჯობათ. დღევანდელ ამბავს ჰქვია ჯერ 80 წლისა. ეს ამბავი მოხდა 2005 წელს. ჩემს მეგობართან ვიყავი ოჯახში. შემოვიდა ერთი ასაკოვანი კაცი. შევატყვი, რომ უკვე მოძრაობა უჭირდა და ძალიან თბილად შევთავაზე, რომ ბაბუ მეთქი 20 წლის აღარ ახარ. წადი მეთქი ახსარება თქვი. რაღაცა მაინც გექნება მეთქი ცოდვა. ხო და ახსარება თქვი მეთქი ეზიარე, რომ როცა არ უნდა წახვიდე მეთქი ამ ქვეყნიდან, რომ უფალთან წახვიდე. განრისხებულმა შემომხედა და ასეთი რამ თქვა. ერთხელ გეტყვიო და დაიმახსოვრეო. გისმენ მეთქი. მეო ჯერ 80 წლის ვარო. 20 წელი ხდება და ყოველ დღე ეს საუბარი მახსენდება. რა დაემართა ადამიანს, რომ ასე აღიქვავს სამყაროს. ძალიან იშვიათია ადამიანი, რო თქვას, რომ მე უკვე 20 წლის ვარ. ადამიანის სული არის უკვდავი, არ ნადგურდება. ხორცი კი მოკვდავია და ჩვენ სულის ეს თვისება, უკვდავების თვისება, გადაგვაქვს ხოლმე სხეულზე. იმიტომ რომ სული თავის თავს აღიქვავს და გონია, რომ თვითონ არის ხორცი. ამიტომ თვითონ უკვდავი, ესე იგი ხორციც უკვდავი და ვერ წარმოუდგენია, რომ მოკვდეს. აი წმინდანებს ესე უთქვიათ, პირველი აზრიო, რომელიც ეძლევა ადამიანის გონებას, რომ განიწმინდოს, რომ სასუფეველისთვის მოამზადოს. სულ პირველი აზრი, ეს ყოფილა აზრი გარდაცვალებაზე. თუ აზრი იმაზე, რომ დღეს თუ ხვალ თუ 100 წლის მერე უნდა წახვიდე, რომ საჭიროა მომზადება, საჭიროა განწმენდა, შენი გონებისთვის უცხოა. არამედ კმაყოფილი ხარ, სახლით, კარით, მანქანებით, დროსტარებით და არანაირ დისკომფორტს არ გრძნობ. ესე იგი, ღმერთის მადლი, ღმერთის ენერგიაო, შენ სულს არ ეხებაო. უამრავი ადამიანი ამ ენერგიის გარეშე მშვენივრად გრძნობს თავს. მაგრამ მოდით განვავრცოთ ეს აზრი. თუ ღმერთის ენერგია არ მეხება, ესე იგი, არც იმ ქვეყნად არ შემეხება. ეს ნიშნავს, რომ სასუფეველი არ მიმიღებს. სასუფეველთან არათავსებადი ვარ და ეს ჩანს აქვე. ამიტომ ხშირად დავაძალოთ ხოლმე ჩვენ თავს ამაზე ფიქრი. ადამიანის ცხოვრება რო დაიანგარიშოთ, აი 365 დღე არის წელიწადში. აი დავუშვათ 80-90 წელი ვიცხოვროთ. ეს არის მაქსიმუმ 35,000 დღე. აქედან მე-13-ს ძილში გავატარებთ. რაღაც ნაწილი ბავშვობას მიაქვს. დაახლოებით აი 20,000 დღე თუ დარჩა ადამიანს სამოღვაწეოდ, ეს არის დიდი მიღწევა. აი თქვენი ქონება რო იყოს 20,000 ლარი. თქვენ ალბათ ბევრს იტირებდით, იმიტომ რომ მიხვდებით, რომ არაფერი არ გაქვს. ვერც სახს იყიდი, ვერაფერს ვერ იყიდი. 20,000 დღე გვაქვს, რომ მოვემზადოთ მარადისობისთვის, რომლის შემდეგაც ვერაფერს ვერ შევცვლით. კარგად ვარ დაკვირვებული, როგორ მოღვაწეობენ ხოლმე შვილები და შვილიშვილები თავისი გარდაცვლილი მშობლებისა და ბაბუებისთვის ან ბებიებისთვის. როგორ გარბიან ხოლმე რესტორნებში, საჭმელებზე. ასე რომ, თუ თქვენ იმედი გაქვთ, რომ თქვენ ჭამასმაში დროს გაატარებთ და თქვენი შვილები მერე თქვენთვის იმოღვაწეებენ, ეს არ მოხდება. რასაც ისწავლიან ჩვენგან, იმას გააკეთებენ. თუ თქვენ იმოღვაწეებთ, ისინიც იმოღვაწეებენ. თუ თქვენ რესტორანში იცხოვრებთ, ისინიც რესტორანში გაიქცევიან. გამოვიყენოთ ეს დრო არის კაპიტალი. აი დავუშვათ ფული რო გაფლანგოს ადამიანმა. წავა იშრომებს იწვალებს ორ იმდენს იშოვის. ღვთისწყალობით. დროს ვერ იშოვით. ერთ დღეს ვერ დაიბრუნებთ.
თქვენი გაფლანგული გადაყრილი ცხოვრებიდან. ამიტომ თითოეულ დღეს გავუფრთხილდეთ, ყოველ დღე ეცადეთ ხოლმე, რომ არდისობისკენ, სასუფევლისკენ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგათ. და მაშინ ეს დრო არ დაგიკარგებათ, მარადიულ სიხარულში მიდიხართ, თუ იმოღვაწევებთ. ღმერთს ვებარებოდეთ.